აი, გაზაფხულიც შემოგაზაფხულდა. ნებიშვიდეული მქონდა იმისთან, რომ გამიჭირდა ძალიან სიმონ და ნახე ეს კარგი ნაძვები დაურგავთ ახალი, კი არა. ხო. ნახე როგორ კარგად ამოვიდა ეს ნაძვი, დამაგრებულია გვერდიდან. ეს ნაძვი არის ესეთი ნაძვის რა. ესენი ძალიან დიდები იზრდება. ეგეთი ჩემს ეზოშიც დავრგა, მაგრამ დიდები იზრდება, მაგრამ ნელა. ხო, ესენი ეხა დაურგავთ რა, მოუტანიათ. ძალიან გაალამაზებს ეს საქაურობას, არ ვიცი როგორ გაიზრდება. ეს ბუჩქები ესეთი უცებ ეხა რამდენიმე დღეში შეიფოთლებას, ხო და ეს ნებიშვიდეულში ძიმე იყო ძალიან, გამიჭირდა ძალიან მორალურადაც, ფიზიკურადაც. ძალიან დიდი დარტყმა მივაყენე ჩემს ორგანიზმს, მაგრამ გაიარა ეხა ყველაფერმა, ამინდების კარგი გამოვიდა. არ ვიცი ხა როგორ იქნება ეს ზაფხული, როგორ გავატარებ, რაც გავაკეთებ. არიზონაში წასვლა არიზონაში ივლისში, იმიტომ რომ არის ესე დიდი კრება იქნება მთელი ამერიკის ეკლესიის და ეხა ზაფხულში არიზონაში ყველაზე იაფსად შეიძლება იყოს ზაფხულში სასტუმრო. ნუ ეხა სასტუმრო და დარბაზები და რაღაცა საჰარაში ხო და მოკლედ მივდივართ ამერიკის საჰარაში. ნეფა არიზონაში ჩემი რა ეს არის არ ვიცი. ხო და ჩეხება ეხა ამ რელიგიურ ვითარებას რამდენიმე დღის წინ, ესე იგი რამდენიმე კვირის წინ სტოქტონის უნივერსიტეტში სადაც ადრე თანამშრომლობდი. კვლავ იყო ეს მოიწვიეს პროფესორი დემაკოპულოსი არის ესეთი ამერიკაში არის ერთ-ერთი წამყვანი მართლმადიდებელი თეოლოგი და მსოფლიო მასშტაბითაც იწოდება მისი ავტორიტეტი, როგორც თანამედროვე მართლმადიდებელი თეოლოგი, რომელიც მეცნიერულ დონეზე ახმოვანებს მართლმადიდებელი თეოლოგიის პოზიციას ამა თუ იმ საკითხზე. ძირითადად ეს დაკავებული არის პოლიტიკური თეოლოგიის საკითხებით. ეს საკითხი კვლავ წამოიჭრა დიდი ხანი ახლა პოლიტიკური თეოლოგიაზე 100 წელი აქვს თავისი ისტორია. ძირითადად კარლ შმიდტს უკავშირებენ, მაგრამ მართლმადიდებლობისთვის როგორც ესე ცალკე დისციპლინა მხოლოდ და მხოლოდ 2000-იანი წლების შემდეგ მოდის, პირველი წიგნის აღწერაც გამოდის როგორც სტატიების კრებული, დაახლოებით 2008-ში თუ 2009-ში. ძირითადად ბერძნულიდან არის დათარგმნი და ამავე პერიოდში იწყებს ერთი არის ქრისტინა სტოელკლი თუ როგორღაც არის, არ ვიცი ხა, რომელიც რუსეთის ეკლესიით დაკავდა და ნუ ამის შესახებ მეტნაკლებად ნუ რაღაცები ადრეც ვაქნალაპარაკები და გამოქვეყნებულ სტატიაშიც არის ამის შესახებ. ორი სტატია გამოქვეყნდა ილიას უნივერსიტეტის ეგითით და იქ არის გარკვეული ბიბლიოგრაფიაც და გარკვეული ზოგადი ჩემი შეხედულება ამ პოლიტიკურ თეოლოგიაზე რუსეთთან მიმართებაში მეტნაკლებად ჩანს. ხო და ისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ დაწეროთ კახა კურტაინძე, პროფესორი კახა კურტაინძე, ევრაზიანიზმის კონცეფტი და ამოგიგდებთ. და შეგიძლიათ წაიკითხოთ. იქ საკმაოდ დიდი სტატია გაჭიანურებული არის, ესე იგი 15 გვერდი უნდა ყოფილიყო და 40 გვერდი გამოვიდა. ესეც არ იყო საკმარისი, უბრალოდ აღარ თავდებოდა და რაღაც მომენტში უნდა დავემთავრებინა. და იქ ნუ არის მეტყლებად ამ პოლიტიკურ თეოლოგიაზე.
აი ხა გამალებით მოდის ამ სულ ძირითადად რასაც უყურებ, ეს პოლიტიკური თეოლოგიის საკითხებია. პოლიტიკური თეოლოგიის საკითხებია ეს პუტინის და ტრამპის სიმბიოზი, როდესაც ტრადიციულ ღირებულებებს აწვევიან, ვითომ რომის კათოლიკური ეკლესიის კვლავ წინ წამოწევა ამერიკაში, რომის პაპის ფრანჩესკოს თუ ფრანცისის ფლირტი პუტინიზმთან, პუტინი როგორც გამოდის როგორც ქრისტიანული ღირებულებების, ტრადიციული ღირებულებების მცველი, ამით ის უპირისპირდება აჯირა ბესიც ესეთი გამოთქმა აქვს რუსებს ქონისაგან, სიმსუქნისაგან ეშმაკეულობენ, გიждდებიან, რასაც უწოდებენ ევროპა და მემარცხენე დასავლური დასავლური სოციალიზმი, მემარცხენე. აი ჩვენი წარმომადგენლები ეს გიორგი მაისურაძის, სალომე ასათიანი არიან ყველაზე მეტად მისი გუნხურვალე დანარჩენი ხა ეს სოციალიზმი რაღაც ფეხებზე გიდიათ გუნხურვალე ესეთი წარმომადგენლები, რომ მეორე მხარეს არის ასე ვთქვათ ეს გირჩი, იაგოს გირჩი, სადაც ეს ლიბერტალიანიზმისა და მეორე მხრივ არის ეს სალომე ასათიანის ეს რადიო თავისუფლების სასტავი, რომელიც დახურა ტრამპმა, როგორც აი სწორედ ამ მემარცხენე ქართულად თქვა მაგროგარი ლიბერასტული უპორი. ხო, ეს ორი ეს იდეოლოგია ერთმანეთს შეეჯახა და ეს რაც უნდა უცნაური იყოს ეს კონსერვატიზმი, აი თუ დააკვირდებით ვახო მეგრელიშვილი გამოდის და ბიბლიაზე ხადებს ხოლმე რაღაცებს, ესე იგი ბიბლიიდან კონსერვატორი და კონსერვატიზმი ეს მემარჯვენეობა, ასე ვთქვათ, ლიბერტალიანო კლასიკური ლიბერალიზმი დაუკავშირდა აი ამ თანამედროვე ლიბერასტობას. თქო, ნუ ამ ლიბერასტობას ხა იმიტომ ვიძახი, რომ ეს სახუმრაოდ რა, რაღაც ესე ეძახიან იმას. და აი ეს იდეოლოგიური ჯახი რაც არის ეხა უცნაური აქ მაგალითად ჩინეთის კომუნიზმი იმი უფრო ეფექტურია, მაგალითად ამერიკაშიც არიან მისი წარმომადგენლები პირადად ხვდები რომ ეცამოს რომ აი ჩინური კომუნიზმი უფრო ეფექტურია ვიდრე ამერიკული ეს დემოკრატია რაც არის. იქ როგორ არის სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ სახელმწიფო აკონტროლებს. ხოდა ის რადგან ის საკმაოდ წარმატებული ახთ დღესაც მიდის ლაპარაკი რომ რუსეთ-ჩინეთის ალიანსმა მიაღწია თავისი და უკვე რუსეთს შეუძლია თავისი რეალურად ისე გამოდის რუსეთმა მოიგო ეს ომი უკრაინის ომი, ეს დასავლეთ აღმოსავლეთის ომი და ახალი გადანაწილება ხდება მსოფლიოსი ეს ტრამპის ფლირტი პუტინთან გამოწეულია სწორედ ამითი ხო ეს ტრადიციული ღირებულებები რაზეც ლაპარაკობთ ეს უბრალოდ სიაბანდია და ამაში იმხრობენ რელიგიურ იდიოტებს თუ სიამდვილეში არც ტრამპი რელიგიური და არც პუტინი ну რომც იყვნენ რელიგიურები მათი რელიგიურობა თავიანთივე ტრადიციებისგან ძალიან განსხვავებული ხა მაგალითად რუსეთის ეკლესიის ხარდაჭერა ამ ომისადმი ეს ნამდვილად ვერ იქნება ვერანაირად ნამდვილი ქრისტიანობის გაგზელება ან გამოძახილი შეიძლება იყოს, მაგრამ სწორი ინტერპრეტირება ესე ქრისტიანული პრინციპებზე დაფუძნებული ინტერპრეტირება ქრისტიანული ტრადიციის. მოგეთ აი ამ ვითარებაში ეს დემოკუპულოსი ძირითადი ნაწარმოებები არის სწორედ ამ
პოლიტიკური თეოლოგიის. ეხლა საქართველოს ეს პოლიტიკური თეოლოგია ერთ-ერთი წარმოადგენელი შეიძლება რაღაც ჩემი თუ ჩაითვლება ის ორი სტატია თუ რაღაც წერია და ჩემი ეს რაღაც ეს ვიდეოები სადაც ხა ამ ვიდეოების გავლენას თქვენ ჩემს კარგად ხედავთ რომ ეს ნულიდან 0.- ნულიდან -1-მდე ანუ ხო ნუ ამას არაფერი ნუ არც დაითვლება ეს და ანჩენ ერთხელ ხოროჟი მეთქი ხორუნის ლექცია საჯარო ლექცია საქართველოში რომელიც ნუ მე როგორც მე მისი ლექციის ინტერპრეტირება თქო ერთ-ერთ ადამიანს გაიგეთებინა ჩემთვის თუ როგორ გაიგო მან და ესეთი რაღაცები ლაპარაკას რომელიც საერთოდ კავშირში არ იყო ორუნთან ეს იგი ვერ გაიგო ვერაფერი საერთოდ ნოლი იყო გაგება თორე საკითხები არ დგას აქტუალურად მე ბევრჯერად მithქვას რომ ეს არის წინა მოდერნობა ებრძვის მოდერნობა ეს უბრალოდ კი არ ებრძვის ვერ მიიღო ასე იგი რელიგიებმა ვერ მიიღეს მოდერნობასთან დამარცხდნენ მოდერნობასთან წააგეს და ხა არის რევანშზე გადასული ეს არის რევანშიზმი არა მხოლოდ რუსეთის რევანშიზმი ცივ ომში დამარცხებაზე რეალურად რუსეთის რევანშიზმი როგორც რუსეთის რევანშიზმი არ გულისხმობს საბჭოთა კავშირის აღდგენას იმიტომ რომ ვერ აღდგება საბჭოთა კავშირი მაგრამ შეიძლება რაღაცა საშინელი და უფრო უარესი რამე გამოიწვიოს ვიდრე საბჭოთა კავშირია იყო ასევე და საფარველად იყენებს წინარე მოდერნულ ვითომ იდეოლოგიას პოზიციას აი რო ამბობენ მაგალითად რომ მე-19 საუკუნის იმპერიალიზმის მიხედვით მოქმედეს პუტინის წინამდეში მე-19 საუკუნის რუსული იმპერიალიზმი სწორედ იყო მოდერნთან წინა მოდერნობის დაპირისპირება და გამარჯვება ის მარცხდება შემდეგ მე-20 საუკუნეში მაგრამ მე-19 საუკუნეში რუსეთი საკმაოდ წარმატებულია რომ არა მისი ჩარევა პირველ მსოფლიო ომში და ხომ რუსეთი გააგრძელება არ უნდა დავავიწყდეს ერთი ფაქტი რომ აი აქ ჩამოსული ქართველები აი უკრაინელები სლავები რომელიც ნაციონალ რუსები არ არიან აი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოსული ქართველები უკრაინელები სლოვაკები პოლონელები ასე შემდეგ რომლებიც რუსეთის იმპერიაში იყვნენ თავის თავს პოზიციონირებდნენ როგორც რუსები ხო ეს ბალანჩინი ან რაღაცა ხო გვარების გადაკეთება თუნდაც ის ჩვენი ვიღაც თვითმფრინავის თბილისის იმაში ხوارსა ტექნიკუმში იმას ეს როგორ არის იმას საჰაერო ინჟინერია ხო ესენი თავის თავს კი იცოდნენ რომ ეთნიკურად ქართველები იყვნენ მაგრამ როგორც რუსები ისე უწევდათ ანუ შეგნებულად უნდათ კიდეც რადგან ამის ცუცვებს ხედავდნენ წარმომადგენლები რუსეთი საკმაოდ წარმატებული პროექტი იყო ესე ჩანდა მე-19 საუკუნეში და წარმატებით ართმევდა თავს მოდერნთან ბრძოლას მაგრამ ნუ ეს ბოლოს დამთავრდა აი ამ საშინელი კრახით რაც ამოიხატა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში და პირველ მსოფლიო ომის შედეგი იყო ის წითელი რუსეთის საბჭოთა კავშირის აღმოჩენება და ფაშისტული გერმანიის აღმოჩენება რამაც მეგიყვანა პირველ მსოფლიო ომის მეორე სტადიაზე რასაც მეორე მსოფლიო ომს უწოდებთ და იმ მეორე მსოფლიო ომში დასავლეთმა მოდერნმა არ გამოიჩინა პრინციპულობა და დაინახა რა საბჭოთა კავშირში მოდერნის გამარჯვება ოღონდ თავისებური რუსეთისთვის შესატყვისი მივიღეთ რომ მან ამითი
მოდერნიზმის გამარჯვება კი არა, მოდერნიზმის მარცხს დაუჭირა მხარი. მიუხედავად იმისა, რომ მას თვითონ ამ შემდეგ მეორე მსოფლიო ომის ესე იგი პირველი მსოფლიო ომის მესამე სტადია, რომელსაც მესამე მსოფლიო ომს უწოდებთ ცივ ომს, რომელშიც თვითონ დასავლეთმა გაიმარჯვა, სინამდვილეში ამასობაში იმისათვის, რომ ეს დამდგარი გამარჯვება შემდგარიყო, ეს მესამე მსოფლიო ომი წარმატებით დასრულებულიყო, მათ ხარი დაუჭირეს და წამოფუფინეს, წამოზარდეს ჩინური ეკონომიკა. დავეთ მაქინაციებით ამით ის რუსეთს მოწყვიტეს. მივიღეთ ის, რომ ჩინეთი გაცილებით უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე მიიღო მოდერნმა გაცილებით უფრო ძლიერი ვიდრე საბჭოთა კავშირია და რომელმაც ახლა თავის ხარზე მიიპყრო, ესე იგი ამ ჩინეთმა თავის ხარეს გადაიყვანა რუსეთი და მივიღეთ ახლა აი ამ წინარა მოდერნთან ჭიდილში ჩამოყალიბებული ურჩხული წინარე მოდერნულობის, ესე იგი თავისთავად წინა მოდერნულობა განა ურჩხული იყო, ის თავისთავად ის იყო ის რაც იყო, ის ეტაპი იყო, მაგრამ აი როგორ ჩვენ რო ვიძახით ხოლმე გადაზრდილი თინეიჯერების ქართველებს რო ვეძახით რა, ქართულ ბიჭებს განსაკუთრებით, არც გოგოებს აკლიათ ეგ, მაგრამ გადაზრდილი თინეიჯერები რა, რომლებიც ვერასდროს ვერ შედიან მომწიფებულ სიყმაწვილის სასახს, ვერასდროს ვერ გადააბიჭეს და ამიტომ ისინი მონსტრებად ყალიბდებიან. აი ქართული კაცი არის ტიპიური მონსტრი, უკნარა, უაზრო, გაუნათლებელი, აგრესიული, პრეტენზიული, რომელსაც არანაირი საშუალება არ მისცა საქართველოს ჩამდგარიყო ფასეულობით ფერხულში დასავლურ წარმატებულ პროექტთან და სწორედ წარუმატებელ დასავლურ პროექტთან, რომელიც არის რუსეთი და ჩინეთი, ან ეს მემარცხენე სალომე მაისურაძე თუ გიორგი ასათიანის წყვილში წყვილს აუჭირეს ხარი და ნუ საქართველო აი მოექცა კვლავ მე ვიძახ იდეოლოგიური თვალსაზრისით მოექცა კვლავ რუსეთს და ჩინეთს დაქვემდებარებული ანტიდასავლურ მოვლენად. აი ესეთი რამე არის დაემართა, არის სწორედ ეს გადაზრდილი თინეიჯერი, ესე გადაზრდილი და მახინჯი უკვე გამონსტრებული წინარე მოდერნულობა, რაც არის რუსეთი და ჩინეთი და აი ახლა ფსევდო ტრადიციონალიზმი, ფსევდო კონსერვატორულობა ტრამპის. ყოველ შემთხვევაში როგორც ახლა ტრამპი ჩანს, ტრამპის რომელიც ნიღბით არის ვითომ ამერიკული ტრადიციულობის და გავხადოთ ამერიკა კვლავ ძლიერი, კვლავ დიდებული პროექტი არის რეალურად წინარე გადაზრდილი, გადამწიფებული წინარე მოდერნულობის რევანში, მოდერნულობის რევანში, წინარე მოდერნულობის რევანში მოდერნულობასთან, რომელიც იღებს გადაზრდილი, გადამწიფებული მოდერნის, წინა მოდერნის სახეს. აი ასეთ ვითარებაში დემოკუპულოსი ჩამოდის და კითხულობს ლექციას, რაზე გაგიკვირდებათ კალენდარს. საეკლესიო კალენდარს. ხო, დობისი ლექციის მნიშვნელობა ესეთია, რომ მისი პოსტულატი იყო ესეთი. სახარების, ესე პირველ საუკუნეში რაც მოხდა, ესე ქრისტიანობის ჩამოყალიბებას უთანასწორდება თავისი მნიშვნელობით პირველი მსოფლიო კრება, სადაც ამ დემოკუპულოს და მის თანამოაზრებს აქ გამოქვეყნებული რაღაც კონსტანტინე იმპერატორი და დემოკრატია თუ რაღაც ესეთი
სტატიების კრებულია, პოლიტიკური თეოლოგია, სადაც ერთი მხრივ კრიტიკულად განიხილავენ ამ კონსტანტინეს პერიოდს, მაგრამ ამავე დროს მასში ხედავენ დიდ ძალას სწორედ როდესაც იმისა რომ ქრისტიანობა ხდება ეს ქრისტიანობის პოლიტიკური dimension განზომილება ვლინდება კაფიოდ მიუხედავად იმისა რომ იგი იღებს სხვადასხვა არასრულყოფილ ფორმას იგი მაინც დადებით მოვლენად ყალიბდება რადგან იგი ნარჩუნდება იყოს ქრისტიანული ამდენად პოლიტიკა ხდება უკვე ქრისტიანული მიუხედავად იმისა რომ იგი ვერ ღებულობს სრულყოფილ ფორმებს სხვა ფორმებს ღებულობს იღებს სხვა ფორმებს მაგრამ ღებულობს რომ განვოწყოთ გრამატიკოსებს ეს ღებულობს ფორმა იმიტომ ღებულობს არ არის იღებს არის მაგრამ იღებს ხოლმე ღებულობს ნიშნავს განმეორებითობას ღებულობს ხოლმე ამიტომ ღებულობს ამობდეს ხოლმეობით ფორმას ინარჩუნებს იგი იღებს სხვადასხვა ფორმას ღებულობს სხვადასხვა ფორმას ასე იღებს განგზობიდან იღებს სხვადასხვა ფორმას პრინციპში ერთნაირია მაგრამ ღებულობა მაინც უკვე ახალმა მეტყველებამ ეს შემოიტანა ეს ნიუანსი განმეორებითობის რომელიც გვაკლია ქართულ ენას ამ შემთხვევაში ხოლმეს დამატების გარეშე ამიტომ გრამატიკოსები ჩაჩუმდით და ჩაიმარხეთ უყავთ თქვენ ჩვეულებრივი ტირანები ხართ ჩვეულებრივი ტოტალიტარისტები ხართ და შეიგნეთ ეგ და ჩაჩუმდით და ჩაისალპეთ და აღარ გამოჩნდეთ არსად ჩვენი შეცდომით დაწერილი და მამეტყველები ჯობია თქვენს მიერ ჩაკლულ, ჩარაზულ და ჩაკლულ და მოშთობილ ქართულ ენას რომ აშთობთ და ვეღარ მოაშთეთ ზიზღითა და ბოროტებით აღსავსე იდეოლოგია ხართ ქართული გრამატიკოსები. ხო და აი ამ სიტუაციაში დემოკრატიულოსი გამოდის და ამბობს ამ პოლიტიკური განზომილების ერთ-ერთი გამოხატულება არის სწორედ საეკლესიო კალენდარი, რომელიც უკავშირდება Hey. Yeah. He is still. Say hi. Hello. She's actually 2 years old, not puppy anymore, but she is really kind. He's still my puppy. He's 8. Yeah. Okay. She always wants to play. Op. Yeah. ხოდა კია ნახე როგორ გაკიავებული მაკიაველი კია You're so cute. Thank you. Bye-bye. Have a good day. ხოდა ამ სიტუაციაში დემოკრატიულოსი მოდის და უნდა აჩვენოს რომ აი კალენდართან ესეთი დამოკიდებულება როგორც გვაქვს დღეს მართლმადიდებლებს რამდენად ის არის ნაკლუბლი და რამდენად ის შეიძლება იყოს ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდივით იმ პოლიტიკური თეოლოგიის იმ მდგომარეობისა რომელშიც ვართ დღეს და შესაბამისად ერთ-ერთი ნიშანი იმისა საინ იმისა თუ რა ხდება უკრაინისა და რუსეთის ბრძოლის დროს ეს ამას მე ვამბობ მაგრამ ის გულისხმობს ჩვენი ლაპარაკოს მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობაზე და ეხლა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობა ფეხდაფეხ არის ადევნებული და ეკვეხება კიდეს და ცდილობს მონაწილეობა მიიღოს იმ საშინელებაში რასაც ქვია გაადამწიფებული პრემოდერნის, სცენარე მოდერნულობის შემოტება მოდერნულობაზე. ეხა პოსტმოდერნი და პოსტმოდერნიზმი და მეტამოდერნი და ეგეთი მეტამოდერნიზმი და ეგეთი რაღაცეები სადაც ფრაზები შეხვდება, თითქოს ეს სამუშაო ფრაზებია, თავისთავად ცალკე ისინი არ ნიშნავენ არაფერს. ეს არის რაღაც ერთი ტოტი
მაგალითად მოდერნობისა, რომელიც ტოტიც რაღაც ნაყოფს გამოიყებს, ჩამოვარდება და იქიდან რომ ამოვა სცენარე, ის იქნება მოდერნობის სცენარი. ესე იგი იმის თქმა მინდა რომ ისინი უბრალოდ რაღაცანაირი გამოვლინებებია მოდერნობის, მაგრამ ისინი მოდერნობის ცალკე სცენარი ისინი არ არიან, ისინი მოდერნობაზე და მოდერნობაში თავსდებიან. აქედან ესე იგი ის ამობს ესეთ რაღაცას, რაც აი წელს ხა დაემთხვა კათოლიკების და მართლმადიდებლების აღდგომა და ნუ ვიცით პრობლემა ასე შობასთან დაკავშირებით. მოგეთ ჩვენ ვიცით რომ შერეული კალენდარი აქვს მსოფლიოს საპატრიარქოს და ყველა მართლმადიდებლო ეკლესიას გარდა ფინეთისა. ესე იგი ახალი სტილზე არის უძრავი კალენდარი. ეს არის როდესაც 25 დეკემბერს დღესასწაულოს ნაწილი ალბათ 1/4 ან 1/13 მართლმადიდებლების და ნუ მე ვიცახი რაოდენობრივად ადამიანების და ეკლესიათა და სამრევლოების თორისა ქვეყნების მიხედვით მეგონი თანატორია ხო? რაც არის ხმიც არის რაც არის. ეგ ერთი და მეორე არის ის რომ აღდგომა არის მედის კვლავ აი ივლისის კალენდრით სადაც დღეღამტოლობა დღეღამტოლობის ახალი მთვარის მერე კვირადაც არის ესე არის განწესებული პირველი მსოფლიო კრების მიერ აღდგომის საერთო აღნიშვნა მთელს რომის იმპერიაში თუმცა დასავლეთი იმპერია მადამაინც არ დაემორჩილა ამ კანონს და ეს კანონიც პირველი მსოფლიო ეკლესიის კანონმდებლობაში არ არის ეს უბრალოდ აი გადმოცემით ვიცით რომ იქ ამაზე იყო საუბარი ესე იგი ეს ხო იმპერიაში არ იყო ეს წესრიგი და კონსტანტინემ გადაწყვიტა რომ ეს წესრიგი შემოეღო და ყველას ერთად დღესასწაულა მთავარი დღესასწაულები ასევე ჩვენ ვიცით მოგწონდა აღნიშნა რომ წლიური აღნიშვნა აღდგომისა არ ხდებოდა განსაკუთრებული დღე ის არ იყო თუ ის აღინიშნებოდა არ რაღაცა პომპეზურად არამედ უბრალოდ როგორც რაღაც კალენდარული დღე სადაც იყო განსხვავება ამისა დასავლეთ შორის და სხვა ეკლესიებს შორისაც მაგრამ ესეთი მადამაინც ისეთი ხასიათის როგორც დღეს არის ეს არ ყოფილა ნუ მე მიიღო იმპერიაში ეს არ ყოფილა მთავარი აქცენტი მაინც იყო გადასული ყოველკვირეულ აღნიშვნაზე ეგ ერთი და მეორე დასავლეთში მაინც მთავარი აქცენტი კეთდებოდა შობაზე ხოლო აღდგომაზე მაინც ისეთივე აქცენტი მაგალითად შობის დღესასწაული მართლა მთლიანად მოიცავს დასავლეთის ქვეყნებს და აღდგომა ისე რა ჩვენთან ნუ აღდგომა უფრო პომპეზურია ვიდრე შობა აქედან მაგრამ აღდგომას ესე იგი პირველი მსოფლიო კრება სავარაუდო პირველი მსოფლიო კრებამ დაადგინა როგორც დღეღამტოლობა რომელიც მარტშია რეალურად როგორც 12 საათი რო ღამეა 12 საათი დღე არის აი ამის შემდეგ რო იქნება ახალი მთვარე მერე ახალი მთვარე რო გამოვა იმის მერე რაც იქნება კვირა დღე აი ეს კვირა დღე იყოს აღდგომის დღე ეს არის პირველი მსოფლიო კრების დადგენილი დღეღამტოლობა აღებულია ნუ საზომ პრინციპად მაგრამ ეხლა როგორც ვაკეთებთ ეს არის დღეღამტოლობა რომ მოხდება იმის შემდეგ რო გაივლის 13 დღე იმაც ვიღებთ მართლმადიდებლები იმას ვიღებთ დღეღამტოლობად უკვე დღეღამტოლობა აღარ არის დღემ უკვე მოიმატა ორი კვირაა დღე იმატეს ძემ უკვე რამდენიმე ღამე დღე უკვე რამდენიმე წუთით თუ მეგონა 9 საათი უკვე უფრო დიდია ვიდრე ღამე ესე იგი ეს პრინციპი აღარ მოქმედებს დღეღამტოლობის პრინციპი აი სწორედ ესე იგი დღეღამტოლობა ნამდვილი დღეღამტოლობა როცა არის იმ ნამდვილი დღეღამტოლობიდან
ორი კვირის გასული მერე აი ორი კვირის მერე დან მოყოლებული როდესაც იქნება ახალი მთვარე იმ ახალი მთვარის მერე ერთი შემდგომი კვირა არის ჩვენი დღესასწაული აი ესე მოხდა თუ მოხდა რომ ახალი მთვარე 23-დან 14 დღეში არ ხდება მაშინ კათოლიკებისა და მართლმადიდებლების აღდგომები ემთხვევა ერთმანეთს ის რაც წელს მოხდა ასე რომ ჩვენ ესე იგი ძველი სტილზე ვინც ავართლიანთ 7-იან ვითა და ამ აღდგომით რაცოთ ორივე პრინციპს ვარღვევთ პირველი სოფლიო კრების რომელიც შედგებოდა აღდგომაზე ხა გითხარით და შობასთან დაკავშირებითაც ეს იყო რომ დღეღამტოლობის მერე როდესაც დღე იწყებს მატებას უბრალოდ ღამის როდესაც ღამე არის ყველაზე გრძელი ესე იგი ეს არის რაღაც 23 22 23 21 დეკემბერი აი მაგის მერე როდესაც დღე იწყებს მატებას თუ არა ესე იგი მზე იბადება თუ არა ხელახლა ღამემ გაიმარჯვა მზეზე რამდენადაც მას შეეძლო მაგრამ მზემ ჩავიდა რა ის ესე ვთქვათ უკიდურეს წერტილში ის იწყებს იქიდან ამოსვლას აღდგომასავით და აი ეს აღდგომის დაწყების არის ეს შობა იმიტომ რადგან შობით იწყება აღდგომისკენ სულა ქრისტეს შობითის გარკვევნა ისე როგორც ჩვენი შობიდან იწყება ჩასახვით მაგრამ ხა ჩასახვას ვერ აიღებ ნამდვილ ისტორიულ დღედ ხა შეიძლება ექიმებმა დაადგინონ რაღაც ნამდვილ შეგვიძლია ავიჩიოთ ნათელ დღეთ ეს არის როდესაც ბავშვი დაიბადება ხო არის მოშო თუმცა ჩვენ ჩასახვასაც დღესასწაულით მე 9 თვით ადრე ესე 25 მარტს ხო ეხლა აქ რას მივიღეთ ჩვენ აქ მივიღეთ ის რომ ჩვენ როგორც ყოველთვის ის მას შემდეგ რაც მზე იწყებს მატებას ორი კვირის მერე დღესასწაულო ჩობას. ხა რამე დაერღვა ამითი, რაიმე დიდი პრინციპი და რა თქმა უნდა არ დარღვეულა, არავით არის განსაკუთრებული პრინციპი არ დარღვეულა. არ მგონია ეს თვითონ მართლა დღეღამკვლობას ან რაიმეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, უბრალოდ საჭირო იყო იმპერიისთვის მაშინ საჭირო იყო რაღაც უნიფორმიტი საერთო ფორმის საერთო დისციპლინის შემოღება ისე როგორც ქართული დღესასწაულები რაღაც გვაქვს რა იქ 26 მაისი 9 აპრილი რაღაცები უნდა ყოფილიყო ეს ერთიანი და ნუ ჯერ რელიგიებთანაც ესენი კავშირში იყო ბიბლიასთან ერთი მხრივ ხოლო იქ 25 დეკემბერთან ეს მაზდიანობასთან და არსებულ უკვე სახალხო დღესასწაულთა მზის დაბადებისა რომელიც ყველა რელიგიაში იყო ჩვენთანაც ბაბალე მაგას უკავშირდება ბარბარობა ბაბალე თუ რაღაც ესეთი ჩვენთანაც ესე ეს ყველა რელიგიაში მზის კალენდრები ყოველთვის მზისა და მთვარის იყო ეს რაღაც ერთგვარი შეჯამება ასე რომ ნუ ესე ძველი კულტურის და ცივილიზაციის ეს გაგრძელება ახალებული შინაარსის მასში ჩადების და რაღაც აი ამ შინაარსის მიერ შემატებული თუ გადაფორმებული იმ ძველი ფორმის, ხო? მივიღეთ რაღაც ახალი კულტურული, ცივილიზიური, ისტორიული ფორმა. ასე რომ დემოკოპულოს უნდა და სწორედ ჩვენებინა რომ ეკლესიის ამოვარდნა ისტორიიდან. ხა ამ სიტყვებით არ ამბობ, ამოვარდნა ისტორიიდან ეს მამრდაშვილმა ამაც მე არ ვიცი სხვა ვინმე თუ იცოდა რომ ჩვენ ისტორიიდან ამოვხტით. ამოვარდით, ესე იგი ეს ოქტომბრის რევოლუციას მიაწერს ამას. აი ესეთ რაღაც ამოვარდნის ერთ-ერთ ვარიანტს აღწერს ეს დემოკოპულოს და ხას უსვავს აი პირველი წოლკრების მნიშვნელობასა და ამ კანონის მნიშვნელობას და აყავს ამის აი ამ ფორმას ამ საინ ესე იგი ამ ნიშანს აი ჩვენი ეხანდელი მდგომარეობის პოლიტიკურ თეოლოგიური მდგომარეობისა მართლმადიდებლობის
აი აღწერს, აი ასე რაღაც რადიკალური საკით ამ ნიშანს აძლევს არა ნიშნის, არამედ სიმბოლოს განზომილებას. ესე იგი ნიშანი არის მაგალითად აი სტოპ ხო წერია. ეს არის ნიშანი, ეს გეუბნება ამის უკან კონკრეტული რაღაც დგას. ეს არ არის გაჩერების სიმბოლო. ეს არის გაჩერების ნიშანი. ეს პირდაპირ გეუბნება. ეს არის ნიშანი, გაჩერების ნიშანი. აქ უნდა გაჩერდე, ის პირდაპირ გეუბნება ის რაღაც ახალ და სხვა რეალობასთან კავშირს არაფერს არ გამყარებს. ეს გეუბნება შენ აქ უნდა გაჩერდე. ეს კონკრეტული ენა, ხოლო სიმბოლოს, აი ნიშნის ინტერპრეტირება არ შეიძლება, მაგრამ სიმბოლოს აუცილებლად უნდა ინტერპრეტირდეს სიმბოლო. სიმბოლო არ შეიძლება სწორ სიმბოლო არის ისეთი რაღაცის ნიშანი, რომელიც რაღაცის ზუსტი ფორმის მოცემა შეუძლებელი იქჩნება სწორედ სიმბოლო. და სიმბოლო ყოველთვის უნდა ინტერპრეტირდეს, ახლა მართლმადიდებლისთვის ადვილი გასაგები უნდა იყოს, უნდა ინტერპრეტირდეს სწორედ აპოფატურად. ესე იგი, ის რაღაცას გეუბნება, მაგრამ ის საკმარისი ისიქ არ არის. ესე იგი, ღმერთზე გეუბნება, რომ ღმერთი ძლიერია, მაგრამ ის ღმერთის ძლიერება არ ამოწურავს ღმერთს, არამედ ღმერთი სამართლიანია, ღმერთი სამართლიანობაა, მაგრამ ამავე დროს ღმერთი შემწყნარებლობა და მიმტევებლობაც არის. ეს ორი რაღაც ერთმანეთს გამორიცხავს, მაგრამ ეს ყოველთვის რომ ესე კათაპატიკურად ჩვენ რაღაცას გავიგებთ ღმერთზე, იმ წუთში უნდა გადავერთოთ აპოფატიურობაზე. იმ აპოფატიურობისას რომ რაღაცას დავადგენთ, ის უკვე ის კათაპატიური დადგენილება იქნება და მე ის სხვა უნდა ამ ნიშანზე ეგრე არის, გეუბნება სტოპ და უნდა გაჩერდე. არავითარი ხა ამას ინტერპრეტირება არ ჭირდება, თუ რაღაც აქციდენტი მოხდა, შემთხვევა მოხდა, ვიღაცას დაეტაკა, მე ხდება ამ სტოპის ინტერპრეტირება. აი მაგალითად მე გავჩერდი სტოპზე და ამით გამოვიწვიე ავარია. სადაც ჯობდა რომ მე ამ სტოპზე კი არ გავჩერებულიყავ, 1 მეტრი წინ გადაწეულიყავი და ამით ბავშვი, რომელიც შეეჯახა შემდეგ ველოსიპედით ჩემს უკანა ბორბალს, ჯობდა რომ მე 1 მეტრი წინ წავსეულიყავი, ბავშვი აღარ შეეჯახებოდა 1 მეტრი ჩემს უკანა ბორბალს და ამით ბავშვი გადარჩებოდა და იღუპებოდა. მაგრამ მე სწორედ ეს ნიშანი შევასრულე და ამან გამოიწვია ბავშვის დაღუპვა. ესე იგი, აქაც შემოდის ინტერპრეტირებაში, ჩემზე გადალენდია შენ. თვინი არ აქვს და თავში წაზის რა სტოპზე ალაპარაკ, ბავშვის ცოცხლეზე ალაპარაკ. ამიტომ არც ერთი ნიშანი საბოლოო ჯამში არ ამოწურავს რეალობას, მაგრამ განსხვავებას მაინც მიხვდის. სწორედ აი დემოკოპულოსმა ეს ნიშანი, ჩემთვის ნიშანია და მეტი არაფერი ეს კალენდარი, არავით არის სიმბოლოსის არ წარმოადგენს, ის შეიძლება აღდგომა შეგიძლია დღესასწაულო, თუ გინდა იმაში რა ქვია, ყველა ლიტურგიაზე რეალურად აღდგომას დღესასწაულო, თუ ჩემი არ აგჯერათ, როცა ლიტურგია ტარდება, იქვე, როდესაც უდელი ეზიარება და ჩაასვენებს ნაწილებს ბარძიმში, ის კითხულობს აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, სწორედ აღდგომის საკითხავს კითხავს. ესე იგი, ის რომ ქრისტეს სისხლს და ხუთს ვეზიარები, ეს უკვე თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მე უკვე აღდგომა, ქრისტე აღდგომაში, ღვთის აღდგომაში, ამაღლებას და სულთმოფენობაში მივიღე მონაწილეობა და აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ და ესეთი რაღაცებს ვკითხულობთ. ასე რომ აღდგომა შეიძლება დღეში დღესასწაულებოდეს, დღეშიც კი დღესასწაულებოდეს რამდენჯერმე ეს მაგალითად კათოლიკური ტრადიციის მიხედვით. რამდენ ლიტურგიას ჩაატარებ, იმდენი აღდგომას მოიყვან. ასე რომ ეს ნიშანია, მაგრამ დემოკოპულოსი როგორც ნამდვილი მართლმადიდებელი და იდიოტი, რომელსაც აქვს თეოლოგიის სახელი, ერთ-ერთი გამოშტერებულთაგანი, მხოლოდ იმიტომ ამის სახელი დიდი, რომ კოტა იყო ნოტრ-დამის ფორჰამის ნოტრ-დამის კათოლიკურ უნივერსიტეტში, რომ ყველა რელიგიიდან უნდა ყოლოდათ ქრისტე დენომინაციიდან ყოლოდათ ვინმე პროფესორი, კოპტებიდან იქიდან, ამათ შორის ორი ეს აიყვანეს უცებ ეს ორი ბერძენი ამერიკელი და აუხდიან ხელფას და აძლევენ თავისუფლებას, რომ თავისუფლად ყოველგვარი მათ არ ეშინიათ რომ ეპისკოპოსი დასჯის, არ ეშინიათ რომ სამსახურიდან გააგდებენ, ამიტომ მეცნიერ მოღვაწეობას ეწევიან, ისი ჭკუაც აქვთ, იმას იკვლევენ და იმას ააკეთებენ, მაგრამ ეს ორი კაცი ებერსტოს მე ეგრეათია და რაც ამდე მაგი ეს ამბავი, ამ კრებების ამბავი და ეგეთი ამბავი
უკვე ჩვენ უკვე 90-იან წლებში ვიცოდით საქართველოში და ძალიან კარგად ხვდებოდით ჩემი დეგენერატები 25 წლის მერე გამოვიდნენ და რაღაცას ლაპარაკობენ ამერიკაში და ანიჭებენ მას ისეთ დიდ მნიშვნელობას როგორც რაპარ კალერნისა და ბიზინაკუნია აძლევს ანიჭებს ამ კალერნის რაღაცა დიდი რაღაცა და აფერი არ ხდება ბიჭო დრო იზომება просто კი რაღაც ფორმას იძლევა მაგრამ აიც ნიშანია და არ უნდა გადაყვერა კი რაღაცის ნიშანია მაგრამ ოკეი კაი რა არის და არის სხვა რაღაცას მივხედოთ თუმცა ესეც არის რაღაცა მცირე რაღაცა მაგრამ უკვე გვიანია ძამკოები ამაზე ფიქრი კარგად იყავით აც ეზომი დამთავრდება და დამთავრდება როგორ იქნება ასე იქნება და ისე იქნება რაც იქნება ეს უნდა გიაზრონოთ ამ ბერძნებსაც ქართველებსაც და რუსებსაც და რაღაცას უნდა გვიაზრონა საუკუნის წინ და ბოლო-ბოლო 90-იან წლებში მაინც მაგრამ აწი კარგად ვიყავთ და კარგად იყავით